მოგესალმებით. ქალბატონი მინისტრი ძირითადად საუბრობდა მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე და დაახლოებით 1 საათი გასტანა, ხო? მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში შეჩერებულ და ტერმინირებულ პროექტებზე რო გესაუბრათ, მათ შორის იმ პროექტებზე, რომელიც თქვენ დაიწყეთ და უბრალოდ შუაგზაზე გაჩერდა, დღემდე ამ წუთის მდგომარეობით ვიდრე მე ვსაუბრობ, ეხლა ტრიბუნასთან იდგებოდით, იმდენი პროექტი არის გაჩერებული და შეწყვეტილი. ერთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით მინდა კითხვა დაგისვათ, რომელთან დაკავშირებითაც კითხვა თქვენ დაგისვეს, როდესაც იყავით ამასიათ პარლამენტში მოსული თუ არ ვცდები მთავრობის დამტკიცების დროს. კომპანია საგზაო სამშობლო კომპანია ალტკომი. გრიგოლეთი ალტკომი. გრიგოლეთი სამტრედის გზის მონაკვეთთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ეწარმოებია 2014 წელს და ვადა ქონდა 30 თვე 2014 წელს მართალია მაშინ თქვენ არ ბრძანდებოდით მინისტრი, მაგრამ ნუ მთავრობის წევრი ბრძანდებით და პასუხისმგებლობას უნდა იღებდეთ. 24 მილიონი ევრო გადაურიცხეთ და თითზე არ დაკარებულა და ამ კომპანიამ ჯიბეში ფული ჩაიდო და კაცმა არ იცის სად არის. არავინ პასუხისმგებაში არ არის მიცემული დღემდე. არავინ პასუხისმგებაში არ არის. 5 წელიწადი გავიდა, ხო? ყველაფერსო თავი დავანებოთ, ხო უბრალოდ საინტერესოა ეს 24 მილიონი ევრო რო დაიკარგა, ამაზე პასუხს ვინ აგებს? და მეორე, შარშან დაიწყეთ როგორც იქნა იგივე მონაკვეთზე მშენებლობა უკვე ჩინური კომპანიის ფარგლებში, 150 მილიონი ლარი უნდა აეთვისებიეთ და მხოლოდ 52 მილიონი ლარი აითვისა. ანუ ვერ მუშაობთ, რა ეს არის დათელი ილუსტრაცია აი ერთი პროექტის ფარგლებში მხოლოდ. არავის არ უხარია რომ ეს პროექტები ფლავდება. არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის გაჩერება და შეწყვეტა არც ერთ ნორმალურ საქართველოს მოქალაქეს არ გაუხარდება, მით უმეტეს ეს პროექტი, რომელზეც ახლა ვსაუბრობდი, 4-ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არის მხედველობაში, ხო? აი ამასთან დაკავშირებით რო გესაუბრათ, რა ვერ გააკეთეთ, რატო ვერ გააკეთეთ, მე ვფიქრობ, უფრო კარგად წარმოგაჩენდათ ეს ყველაფერი თქვენ როგორც ცალკე აღებულ ერთ მთავრობის წევრს, მაგრამ გასაგებია რატომ არ გსურთ ამაზე საუბარი, მაგრამ ეხლა ამ კითხვის შემდეგ იქნებ გავცეთ პასუხი.